თუ გამოცხობის შემდეგ თქვენი თაფლის ნამცხვრის ფენები ხმელი და ფხვიერი გამოდის, ესე იგი ცოლმში რაღაცას არასწორად აკეთებთ. ნამდვილი მედოვიკის ფენები გამოცხობის შემდეგაც უნდა იყოს რბილი. დღეს გასწავლით, როგორ მიაღწიოთ ამას. თაფლის ნამცხვარი ბევრს უყვარს, მაგრამ იდეალური ტექსტურის მიღება იშვიათად გამოდის. დღეს მოვამზადებთ ჰაეროვან კრემს და უნაზეს ფენებს, რომელსაც მაცივარში ყოფნა დღეების განმავლობაში არ მოუწევს. მომზადებას კვერცხით და შაქრით ვიწყებთ. ზედმეტი თქვეფა და ბეზეს ამოყვანა არ გვჭირდება. უბრალოდ მსუბუქად ავთქვიფოთ, რომ მასა გაერთიანდეს. ახლა კი მთავარი პროცესი. ქვაბში ერთად გავაცხელოთ თაფლი, კარაქი და სოდა. სოდა თაფლთან რეაქციაში შევა, მასა აქაფდება და ულამაზეს ოქროსფერს მიიღებს. სწორედ ეს აძლევს თაფლის ნამცხვარს თავის საფირმო არომატს. აქ სიფრთხილე გვმართებს. ქვაბშივე ვამატებთ კვერცხის მასას და მუდმივად ვურევთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. შემდეგ ვამატებთ ფქვილს და მარილს. ქვაბი აუცილებლად ძალიან დაბალ ტემპერატურაზე უნდა გვედგას. კარგად გადავურიოთ, სანამ ერთგვაროვან ცომის მასას არ მივიღებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოვდგათ. ცომი გასაგრილებლად მოვათავსოთ მაცივარში. გაგრილებული ცომი დავყოთ 150 გრამიან გუნდებად. ასე ფენები იდეალურად თანაბარი გამოვა. ვაწყობთ 180 გრადუსზე სულ 7-8 წუთი. არ გადააჭარბოთ, რომ ფენები არ გამოშრეს და რბილი დარჩეს. კრემისთვის ვიყენებ კრემყველის, მოხარშული შესქელებული რძის და სქელი ცხიმიანი არაჟნის კომბინაციას. არაჟნის მსუბუქი სიმჟავე იდეალურად აბალანსებს შესქელებული რძის სითკბოს. გვიფავთ სანამ სრულ ერთგვაროვნებას და ჰაეროვან სტრუქტურას არ მივიღებთ.
ეს არის ბოლო მეშვიდე ფირფიტა, რომელიც დავტეხე, ახლა დავუხვნი ჩოფერში და გამოვიყენებთ დეკორისთვის. აი აქ მაქვს თხილი, ნუში და ნიკოზი, მოხალული. დავასხავ ცოტაოდენ თაფლს, ავურევ და ამასაც გამოვიყენებ თაფლის ნამცხვრის დეკორისთვის. ხედავთ, ფენები როგორი რბილია, კრემი კი საოცრად ნაზი და ჰაეროვანი. ეს არის ნამდვილი ტრადიციული თაფლის ნამცხვარი, რომელიც პირველივე ლუკმიდან გაგაოცებთ. მოამზადეთ ამ წესებით, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.